პროტესტი ქუთაისის მერის გადაწყვეტილებას ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლები ადგილობრივ მთავრობას გადაწყვეტილებას უწუნებენ, რომელიც ნაძვნარის გაჩეხვასა და მის ადგილას ყინულის მოედნის მოწყობას გულისხმობს. მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოთქვამს იმ ფაქტის გამო, რომ შესაბამისი სამსახურების სკვერის მოდერნიზაციის სამუშაოებს გვიან ღამით ატარებენ. მიუხედავად იმისა, რომ აქციაზე მისული მერის თანამშრომლები სრული პასუხისმგებლობით აცხადებდნენ, რომ პროექტის ასევე შესაბამისი ბრძანების არსებობას ვერც მაესტროს გადამღებ ჯგუფს და ვერც ადგილზე შეკრებილ მოსახლეობას ვერანაირი ოფიციალური დოკუმენტი ვერ წარუდგინეს. ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლები ყოველ ღამით აპირებენ სკვერში მორიგეობას და ითხოვენ ყინულის მოედანი სხვა ტერიტორიაზე აშენონ. 11 საათის შემდეგ ღამე მოვიდნენ ამხელა ნაძვისხი აგერ ამოთხარეს ჩამოვედით ახლა გავაპროტესტეთ ხალხმა და საბუთი გვაჩვენეთ რო აკეთებთ ამას საბუთი მე ვარო ეს მეუბნება აგერ საყვევიო სახელმწიფოსია და რასაც გვინდა იმას გავაკეთებთო რატო როცა ახლა ხალხი არა ვარ ჩვენ სახელმწიფოსი საიდან ვართ მოსულები არ გვეკუთვნის ამხელა ასლოვანი ხეებია რატო უნდა მოითხაროს ყინულის მოედნისთვის რომელიც არის საწამლავი და მოშხამავს ბავშვებს სკვერის რეკონსტრუქცია იგეგმება აღნიშნულ ადგილას აქ გვინდა ლამაზად დეკორატიული განათებები, ყვავილის კოლუმბები ლამაზად მოვაწყოთ და გავაკეთოთ. არის რამოდენიმე ხე, რომელიც იმ საერთო არქიტექტურას, საერთო პროექტს უშლის ხელს და აქედან გამომდინარე, ღამე უბრალოდ იმიტომ გავაკეთეთ ეს, რომ დღე ხალხი არის, ბავშვები არის, აქ თამაშობს და რაიმე ზიანი რო არ გამოეწვია.